მეორე დღეა ბათუმის ნავსადგურში ამერიკული სამხედრო ხომალდი Mountain Whitney დგას. დღეს დილით ერთობლივი სწავლება გაიმართა. თუ რა ტიპის წვრთნები შედგა, ამას გიორგი წეროძე მოგვიყვება. ერთობლივი ქართულ-ამერიკული სამხედრო წვრთნები დღეს დილის 9 საათიდან დაიწყო. ქართული მხრიდან წვრთნებში მონაწილეობას იღებდა საქართველოს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის პირადი შემადგენლობა. პირველად სამედიცინო დახმარება, ხანძრის ლიკვიდაცია, მცურავ საშუალებებზე დაჭრილის ევაკუაცია, აბორდაჟის ჯგუფის სწავლება. ეს იმ სწავლებების არასრული ჩამონათვალია, რომელიც დღეს ქართულმა მხარემ ამერიკელ კოლეგებთან ერთად გაიარა. Mountain Whitney-ს კაპიტნის მარკ კოლომბოს განცხადებით ხომალდი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში პარტნიორობისა და მეგობრობის გასაღრმავებლად, ასევე მოკავშირეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შემოვიდა. ამერიკის სამხედრო საზღვაო მე-6 ფლოტის კუთვნილი LLC-20 Blue Ridge კლასის Mountain Whitney საქართველოში უკვე მესამედი იმყოფება. პირველად ის საქართველოს ტერიტორიულ წყლებში 2008 წელს შემოვიდა საქართველოსთვის ჰუმანიტარული დახმარების მისიით. მეორედ Mountain Whitney ბათუმში 2013 წლის ნოემბერში იმყოფებოდა. ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ფლოტის გემები შავ ზღვაში მონტროს კონვენციისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად პერიოდულად შემოდიან. დღეს უკვე სამუშაო ფორმაში ვართ. ჩვენს ქართველ კოლეგებთან ერთად გეგმიურ წვრთნებს ვატარებთ იმისთვის, რომ უფრო კარგად გავეუფლოთ იმუნარჩევებს, რაც ეკიპაჟისთვის აუცილებელია. და ჩვენ გავიარეთ ხანძრას საწინააღმდეგო ქმედებების თვისნა, ასევე ზიანის თავიდან ასაცილებელი პრევენციული სავარჯიშოები, გადაუდებელი და პირველადი სამედიცინო დახმარება. მე და ჩემი ეკიპაჟი აქ იმისთვის ვიმყოფებით, რომ დავადასტუროთ ამერიკის შეერთებული შტატების ერთგულება ამ რეგიონისადმი, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გასამტკიცებლად. სამედიცინო განხრება, ანუ ხომალდზე პირველადი დახმარება, ადამიანი დაიჭრება ან რამე, პირველადი აღმოჩენა რა. ერთობლივ წვრთნებს გავდივარ და ძალიან სასიამოვნოა ჩვენ კოლეგებთან, ამერიკელებთან ჩვენი წვრთნების ჩატარება და მომავალში კიდე ვიმედოვნებთ, რომ კიდევ იქნება ასეთი ტიპის სწავლებები. Mountain Whitney-ს პირად შემადგენლობას დღის განმავლობაში რამდენიმე ღონისძიება აქვს დაგეგმილი. დღეს 4 საათზე ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეში გაიმართება ეკიპაჟის წევრების შეხვედრა სტუდენტებთან, ასევე 18 საათზე პიაცაზე ფლოტის ევროპული სარდლობის ჯაზ ბენდი გამართავს კონცერტს. კონცერტზე დასწრება უფასო იქნება. Mountain Whitney საქართველოს ტერიტორიულ წყლებს 18 ოქტომბერს დატოვებს.